არა, ამ ძიმიტონს ვერ გააჩერებენ, ამიტომ ეს არ უნდა გაგრძელდეს. დაიძაბა ცოტა სიტუაცია. არ არის საჭირო. ბიჭების ესე დაძაბვა. არ ალამაზო. ეს მძიმე წონებია და ამათ გაჩერება სასტიკართული იქნება. ჩვენ არც კი შევალთ. არა, გამას რინგი დაემსგავსა ეხლა. ქაოს არ შეიძლება. ჯოშიკა თან კარგად იკავებს თავს. არ არის ეგეთი ბიჭირო. გადადით ყველა რინგიდან. თუ გინდათ ერთ ბრძოლა რომ გაგრძელდეს, ამ წელსვე დატოვეთ ყველა რინგი. მეგობარო, გადი რინგიდან. გადადით რინგიდან. გადით. კუთხეებმა დატოვეთ რინგი. ხურციას კუთხე დატოვეთ რინგი. მეგობრებო, 5-მდე ვითვლი. რინგზე თუ დარჩებიან მხოლოდ მებრძოლები, გავაგრძელებ ამ ბრძოლას. თუ არა და კარგად მეყოლეთ. ახალაია. დარჩი რინგზე. გაჩერდი. იქიდა მეგობრებო, ვინაიდან თქვენ ვერ წნარდებით, ერთ-ერთი მებრძოლი დაზიანდა ეს კუთხის დამსახურებით და ზოგადად რა მებრძოლებმა კუთხეებს გადაუხადეთ მადლობა, რომ ეს ბრძოლა no contest-ით მთავრდება და არ არის არც ერთი მოგებული. No contest. კარგად იყავით. ვეღარაფერს ვეღარ იტყვით. ყველას დიდ ბოდიშს გიხდით. ისიც წინდე მაცადე რა, ბოდიშზე ამისმე თუ რა გინდა, რომელიც აი რა კი არ მომისმინეთ რა. ისიც წინდეთი რაც მოხდა, ჩემი სპორტიდან გამომდინარეა, MMA-ში შხუბობ და ინსტინქტია და არა ისო ამისთვის სუდიზნინა და ვინისთვის აღწე გლახამინდა რა. სპორტსმენი ვარ ძმაო და MMA-ში შხუბობ. ჩვენთან არ აქვს მნიშვნელობა, მუხზე ხარ, სტოიკაში ხარ, წევ ხარ. ინსტინქტია. როდესაც მივხვდი სადაც ვიყავი გავჩერდი, ბოლოს წიხლი ხო ჩამიყოლებია რა. ხო შემელო მუხლი დამეკა, იდაყვი დამეკა. ყველა არსენალი მაქვს ხალხო. თუ გიყურებია ჩემი ბრძოლის ყველა არსენალი მაქვს. მაგრამ ვიყენებდი მუჭერს. შეცდომა იყო და ბოდიში ვიხდი. თუ არ გინდა ბოდიში აბადა რა გიბოლავთ უნდა რითის ყოლა. მეგობრებო. ენად. სვანი. ბუხბე. პირველ რიგში რაც შეეხება სიტუაციას, სტოპის შემდეგ დარტყმა ეგ მესმის შენი სპორტული კარიერიდან გამომდინარე, შეიძლება რომ ინსტინქტმა გამოიწვიოს, მაგაზე ჩემგანაც პრობლემა არ არის და ხვდები რომ მაგას გამოცდილი სპორტსმენი გამიზნულად არ გააკეთებს. ცუდი არის ის, როდესაც რინგზე დგას ორი კაცი, ორი სპორტსმენი, რომელსაც თავისი აქვს გომით დიდი ამბიციები და პრეტენზიები გააჩნია ცხოვრებაშიც და სპორტულ მოღვაწეობაშიც. როცა იქ შერბი ხარ
და სპორტსმენს არასპორტულად, არასწორად ხელს ურტყამ, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული. თორემ მე შენთან არანაირი არც შეკითხვა გამაჩნია, არც პრეტენზია. მე თავიდანვე შენ გითხარი, რომ გიწოდებ ძმაკაცობის ხელს. ბრძოლის შემდეგ ვიმეგობროთ, ვიძმაკაცოთ და მე ამას ასეც გეუბნები. უბრალოდ აი იმ ადამიანს მე პირადად არც კი მოძებნას კრისტალბეთ ეროვნული ლიგა. უგულშემატკივრე შენს გუნდს. კი არ ვაპირებ. სპორტსმენი კაცი ხარ, შენ შემოგევლე ძმაო. სპორტსმენი კაცი ხარ, ეს მაკაცობა შემოგთავაზე და მაკაცურად გეხეთ. შემოგევლე ძმაო. სპორტსმენი კაცი ხარ, კარგად იცი. შეხედავ კიდევაც იმ სიტუაციას ნახავ და მე არც ნახვასაც კი არ ვაპირებ. მე მჯერა რომ შენ მიხვდები, ნახავ, მიხვდები რა. უბრალოდ რო ნახავ, როცა ნახავ, გაიგებ რა მოხდა და მე დარწმუნებული ვარ რომ შენ გაცემ იმ ადამიანს ისეთ პასუხს როგორცაც ჩემგან იქნებოდა მისაღები. ჩემპიონი სიტყვებია. ჩემპიონი ხარ. ეხლა ერთი რაღაც მინდა დავამატო ბიჭებო. მიკროფონი ხო გაქვს შენ? მქონდა იმას მიკროფონი. რაღაცა მინდა თქვა. რაღაც ცუდი არაფერი. ცუდი, პროსტა მე შეიძლება სხვანაირად გავიგონე და მინდა რომ გადავხედო. მე ბრძოლის დროს იცი ახლა მე ბრძოლი ხარ და როგორ ხედავ ყველაფერს. შენ მითხარი რომ მე ორჯერ არ გაიმეოროთ, მე შემოვალო აქ, ხო იყო ეგრე. მე ხო არ არა, მე ხო გითხარი რომ შემოდი მეთქი. მეტი ხო არა, ცუდი ხო არაფერი არ მოხდარა. შეურაც ხო არ მოხდარა ძმაო, არ მოხდარა. შენ რო შემოხდი იმათმა ხო არ იციან ჩვენ შორის და ისინი შემოხდნენ. ამაშია პრობლემა. მე ხო დაგვინახეთ ხალხმა როგორ იმითიც ვიყავ. მე რა მოხდა არ ვიცი ძმაო. აი, რატო იწევით ახლა? რა აზრია? მეგობრებო, აქ რაც ხდება, ეს არის მებრძოლებს შორის. ჟორჟიკ, მე დარწმუნებული ვარ, შენ მაკუთხი ძალიან კარგად იცოდა, ვინ იყო ბულდოზერი და თქვენ შორის რომ მოსალოდნელი არის დაპირისპირება, ესეც კარგად ვიცი. და კარგად იცის ყველამ. ეს არ ყოფილა ის ამბავი, რომ არ იციან იმას. ძალიან კარგად იციან, ძალიან კარგად იცი შენ ძმაო, ძალიან კარგად იცი შენ ძმაო. შენ ჩვენთან გამას ივენზე აღარ გელოდებით და აღარ მოხვიდე ჩვენთან. გიო, რა შეგიხება შენ? შენი აქ შემოხტომის ადგილი საერთოდ არ იყო ძმაო. მოიცადე, ჩხუბი შენ დაიწყე. ჩხუბი დაიწყე შენ. ჩხუბი დაიწყე თქვენ ორმა. თქვენ ორმა დაიწყე ჩხუბი. ამიტომ თქვენ ორს გამას ივენცი აღარ გელოდებით. ეს არის გადაწყვეტილი ძმაო. მასია. მაშინ მეც ვერ მოვალ და ასე წავალ სახში. ვეგაგიმარჯო გმერთმა, გადახედეთ კამერას მაინც და შეხედეთ ვინ რა გააკეთა ძმაო. ტყულობოთ, არავინ არ შემოხტარა აქ და ტყულები არავის არ დაურტყია ხელი. ეს შენი გადაწყვეტილება. ესე არატრადიციულად, მაგრამ სულ ეს იყო დღევანდელი საღამო, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ბრძოლა ასე ჩაგვეშალა და აურზაურში ვამთავრებთ, მიუხედავად ამისა, მაინც მაგარი საღამო გამოვიდა, ნაღდი ჯოკრული